საღამო მშვიდობის, მე დათა გვასალია ვარ, პოზიტივი ანალიტიკა წარმოგიდგენთ კვირის პოსტს. იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოს სავაჭრო გზების უსაფრთხოებისა და დროის ოპტიმიზაციის ახალ ერაში გადადის, ანაკლიის პროექტმა განსაკუთრებული როლი შეიძინა. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ შერჩეული ლენდლორდის პრინციპი ნათლად ადგენს თამაშის ახალ წესებს. სტრატეგიული მიწა, ინფრასტრუქტურა და საზღვაო აკვატორია რჩება ქვეყნის საკუთრებაში. ხოლო ლოგისტიკურ მართვაში მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევა ნებისმიერ დაინტერესებულ ინვესტორს. ეს ეროვნული მიდგომა უზრუნველყოფს, რომ პორტი პირველ რიგში ქართულ ინტერესებს ემსახურებოდეს. თუმცა, სადაც ქართული ეროვნული ინტერესები ჭარბობს, იქ ოპოზიცია მის წინააღმდეგ აქტიურდება. განსაკუთრებით კი ლელო, რომლის ლიდერებმაც ჯერ ჩააგდეს პორტის მშენებლობა, შემდეგ კი 1,5 მილიარდი მოსთხოვეს ქართველ ხალხს კომპენსაციად. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, როგორც ქართული პროექტი და ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივი ინიციატივები. ვრცლად ჩვენ სიუჟეტში. მსოფლიო ახალ რეალობას ერგება. სადაც დრო და უსაფრთხოება მთავარი ვალუტაა. და სწორედ აქ ანაკლიაში გადის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო მარშრუტი. ამიტომაც უმნიშვნელოვანესია თუ ვინ და როგორ გააკონტროლებს აზიისა და ევროპის დამაკავშირებელ ყველაზე მოკლე გზაზე ღრმაწყლოვან პორტს. საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ააშენოს მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აპრობირებული ეგრეთ წოდებული ლენდლორდის მოდელით. ლენდლორდის მოდელი ნიშნავს, რომ მიწა და მთავარი აქტივი სახელმწიფოსია. ერთი ინვესტორის ნაცვლად კი საქართველო კარს უხსნის გლობალურ მოთამაშეებს პარტნიორი ქვეყნებიდან. რაც პორტში ტვირთების მოზიდვისა და შესაბამისად მისი მაქსიმალურად ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის საუკეთესო პირობებს შექმნის. მაგრამ პორტი, თანაც ღრმაწყლოვანი, მხოლოდ წყალი და გემმისადგომი არ არის. ეს არის არტერია, რომელსაც სჭირდება გამართული ხმელეთი. საპორტო ინფრასტრუქტურის შექმნასთან ერთად სახელმწიფო უზრუნველყოფს ანაკლიამდე მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის მოწყობას, ხოლო საკონტეინერო და ნაყარი ტვირთების ტერმინალების მოწყობისთვის საჭირო ინვესტიციებს საერთაშორისო ინვესტორები და კერძო ოპერატორები განახორციელებენ. საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულად მიესალმება ანაკლიის პორტში შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნებიდან, ჩინეთიდან, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან და აზერბაიჯანიდან განხორციელებულ ინვესტიციებს. მსოფლიო ახალ რეალობაში, სადაც მთავარი ინტერესები სავაჭრო გზებსა და სტრატეგიული ინფრასტრუქტურების კონტროლზე გადის, ანაკლია ვერ იქნება მხოლოდ ლოკალური პროექტი. არამედ ის თავისთავად ხდება გეოპოლიტიკური კვანძი, სადაც აღმოსავლეთისა და დასავლეთის ინტერესები, კაპიტალი და ტვირთები ერთ წერტილში იყრის თავს, ხოლო საქართველო მისი ექსკლუზიური მფლობელი იქნება. მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მთავარ მიზანს პარტნიორი ქვეყნების თანამონაწილეობითა და მათი ინტერესების გათვალისწინებით ანაკლიის პორტი საერთაშორისო ინტერესების, კაპიტალის და ტვირთნაკადის თავმოყრის ცენტრად ჩამოყალიბდეს. საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება ქართული პორტი და ქართული პროექტი. გლობალური ტურბულენტობის ეპოქაში, როდესაც ტრადიციული სავაჭრო მარშრუტები არაპროგნოზირებადი და არასტაბილური გახდა, მსოფლიო ალტერნატიულ უსაფრთხო გზებს ეძებს. მოთხოვნა შუა დერეფანზე დღითი დღე იზრდება. მიზეზი მარტივია: ტვირთების მიწოდების მცირე დრო და რაც მთავარია, შვიდობა და სტაბილურობა, რომელიც საქართველომ ურთულეს გეოპოლიტიკურ ქარიშხალში შეინარჩუნა. გაზრდილ ინტერესს საქართველოს ხელისუფლებამ სათანადო სტრატეგიული პოლიტიკით უპასუხა. შემთხვევითი არ არის, რომ რეგიონის მეზობლების შემდეგ საქართველომ ჯერ ჩინეთთან, ხოლო შემდეგ შუა აზიის სახელმწიფოებთან გააფორმა სტრატეგიული პარტნიორობა. დიდი ეკონომიკური ინტერესები ერთი მასშტაბური პროექტის ირგვლივ გადაიკვეთა. სწორედ ამ გეგმაზომიერი პოლიტიკის ნაწილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მაღალი დონის ვიზიტები შუა აზიის ქვეყნებში, მათ შორის ყაზახეთში. ჩვენ ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას ყაზახეთის რესპუბლიკასთან, რომ ზოგადად ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ რეგიონს, შუა აზიას. და ეს ინტერესი ორმხრივია. შუა აზიის უმსხვილესი ეკონომიკისთვის საქართველო აღარ არის მხოლოდ შორეული პარტნიორი სამხრეთ კავკასიაში. მათთვის ის არის მთავარი კარიბჭე ევროპისკენ. მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს როგორც რეგიონული სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბის მზარ დროს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ცენტრალურ აზიას, სამხრეთ კავკასიას, შავი ზღვის რეგიონსა და ევროპას. ყაზახური კაპიტალისტვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ხდება მნიშვნელოვანი პარტნიორი შავ ზღვაზე. შეხვედრების ფარგლებში აქცენტი გაკეტა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზე.
პარალელურად კი შუა დერეფნის გარშემო დაწყებული დიპლომატიური მარათონი ახალ ეტაპზე გადადის. მალევე თბილისმა უზბეკეთის პრეზიდენტს და მის დელეგაციას უმასპინძლა. შუა აზიიდან ასეთი მაღალი დონის ვიზიტი უნდა განვიხილოთ არა როგორც რიგითი, მხოლოდ პოლიტიკური ვიზიტი. ეს იყო უმნიშვნელოვანესი გზავნილი, რომ საქართველო გლობალურ სავაჭრო რუკაზე ანგარიშგასაწევი, საიმედო და სასურველი პარტნიორი ხდება. საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი და სანდო დასაყრდენია სამხრეთ კავკასიაში. ბოლო წლებში ჩვენ ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობა დინამიურად ვითარდება ყველა მიმართულებით და ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერება კიდევ უფრო გაზრდის რეგიონულ სავაჭრო ნაკადებს, ხელს შეუწყობს სატრანსპორტო დერეფნების გამყარებას და ფართო ეკონომიკურ ინტეგრაციას. თბილისში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ უზბეკეთის დელეგაცია საქართველოს ლოჯისტიკურ და სტრატეგიულ ობიექტებს სტუმრობს. ფოთისა და ანაკლიის პორტებში გაკეთებული განცხადებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს გადაწყვეტილება ანაკლიის პორტი დარჩეს სახელმწიფოს ყველაზე სწორი და გამართლებული ნაბიჯი იყო. ჩვენ დავათვალიერეთ ობიექტები და აღფრთოვანებული ვართ ინფრასტრუქტურით, ასევე იმ სამუშაოებით, რომლებიც მიმდინარეობს გლობალურ ლოგისტიკაში საქართველოს სტრატეგიული როლის გასაფართოებლად და გასაძლიერებლად. უზბეკეთისთვის, ისევე როგორც შუააზიური ქვეყნებისთვის, რომელთაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვთ, საქართველო და მისი პორტები ხდება პირდაპირი ფანჯარა მსოფლიოსკენ. ტაშკენტი მზადა ანაკლიის პროექტში კაპიტალით შემოვიდეს. პარალელურად კი საკუთარი სარკინიგზო ქსელი მოარგონ შუა დერეფნის მზარდ პოტენციალს. დღევანდელმა ვიზიტმა აღნიშნულ სტრატეგიულ ობიექტებზე აჩვენა, რომ უზბეკეთისთვის აუცილებელია მონაწილეობა ამ სტრატეგიული ობიექტების განვითარებაში, ზოგადად ყოფნა ამ ინფრასტრუქტურულ პროექტებში. დღეს უზბეკეთი აქტიურად მუშაობს ჩინეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთის რკინიგზის მშენებლობაზე. ეს საშუალებას მოგცემს გავზარდოთ დამატებითი მოცულობები, რაც ეტაპობრივად წავა შუა დერეფნის მხარეს. ამიტომ კოლეგებთან შევთანხმდით, რომ უკვე ახლავე დავიწყებთ მზადებას იმ დიდი მოცულობის ტვირთებისთვის, რომლებიც შუა დერეფნის მეშვეობით გაივლის. უზბეკეთი, ყაზახეთი, ჩინეთი, რეგიონის ქვეყნები, დასავლეთის მსხვილი სატრანსპორტო გიგანტები. როგორ უნდა მოხდეს ამდენი განსხვავებული გლობალური მოთამაშის ინტერესის, კაპიტალისა და ტვირთების მართვა ერთ სივრცეში ისე, რომ საქართველოს სუვერენიტეტით შეინარჩუნოს და სტრატეგიულ ობიექტზე კონტროლიც. პასუხი სწორედ იმ მოდელშია, რომელიც საქართველოს ანაკლიის პროექტისთვის შეარჩია. სოფლიო სავაჭრო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ევროპისა და აზიის უმსხვილესი საზღვაო კარიბჭეები, როტერდამიდან სინგაპურამდე, სწორედ ლენდლორდის პრინციპით მუშაობენ. ანუ სახელმწიფო ართმობს სუვერენულ აქტივს. მიწა, აკვატორია და ძირითადი ინფრასტრუქტურა ქვეყნის საკუთრებაში რჩება, ხოლო ტერმინალების მართვაში კონკურენტუნარიანი, გამოცდილი საერთაშორისო ოპერატორები შემოდიან. მაგრამ ესოდენ მნიშვნელოვანი, სტრატეგიული გადაწყვეტილებაც კი ოპოზიციისთვის განგაშის სიგნალი აღმოჩნდა. როდესაც ოპოზიცია ამბობს, რომ ქვეყნის ინტერესები ამოძრავებთ და საქართველოს ეკონომიკური განვითარება ადარდებთ, ჩნდება ლოგიკური კითხვა. რატომ უნდა ეწინააღმდეგებოდნენ გადაწყვეტილებას, რომლითაც სახელმწიფო მის სტრატეგიულ ობიექტს ექსკლუზიურად განაგებს? ტაივანის ინტერესების გამტარმა თინა ხიდაშელმა კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა, რომ აგენტურისთვის არასდროს ყოფილა მნიშვნელოვანი თუ ვინ იქნებოდა რეალურად ინვესტორი. მათი მთავარი მიზანი ყოველთვის იყო ის, რომ პორტი არ აშენებულიყო. წარსულში, როდესაც განიხილებოდა ჩინური ინვესტიცია, ხიდაშელი მთელ დანარჩენ ოპოზიციასთან ერთად საფრთხეებსა და დივერსიფიკაციის მნიშვნელობაზე ლექციებს კითხულობდა. როდესაც ვამბობთ ჩინური კომპანია, გულისხმობთ ჩინეთის კომუნისტურ პარტიას. ყველაფერი, როგორც საბჭოთა კავშირში იყო, არის ჩინეთის კომუნისტური პარტიის ოპერირების ქვეშ. საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის კარიბჭის დაკავება არა დემოკრატიული, არა დასავლური ქვეყნის მიერ არის სერიოზული ეროვნული უსაფრთხოების პროექტი. ამ ქვეყნიდან საქართველოსთან გადის ყველაფერი დასავლური. ამ ხელისუფლებამ პირდაპირ ჩამოაცილა და დასავლურ ორბიტას უკვე პორტიც კი ჩამოაცილა. ნებისმიერი ქვეყნის პირდაპირ ვიმეორე, ვინც არ უნდა იყოს ის, ესეთი სტრატეგიული ობიექტის გადაცემა არის საკმაოდ სერიოზული ეროვნული საფრთხის და უსაფრთხოების საფრთხის შემცველი. ისე პოზიციონირებდნენ, თითქოს ქვეყნისა და პორტის ბედი ატარდებდათ, რომელსაც მათი თქმით, ერთი ინვესტორის შემოსვლა პრობლემებს შეუქმნიდა. მაგრამ უკვე დღეს, როდესაც სახელმწიფო ამბობს, რომ პორტი საქართველოს მფლობელობაში დარჩება, ხოლო არა ერთი, არამედ ევროპიდან აზიამდე ყველა დაინტერესებულ ინვესტორს გაუხსნის პორტის კარებს, ოპოზიციურმა აგენტურამ პოზიციები 180 გრადუსით შეცვალა. თუ ადრე ერთი ინვესტორი იყო პრობლემა, დღეს აცხადებენ, რომ დივერსიფიცირებული ინვესტორებისთვის გაკეთებული შეთავაზებაც თითქოს და პრობლემურია, რადგან თურმე ინვესტორი არც არსებობს. იმდენად ჩაგვეშალა, რომ ახალ ტენდერსაც კი არ აცხადებენ, იმდენად და მაღალია რისკები,
რომ ისეთი მნიშვნელოვანი პროექტიც კი, როგორც ღრმაწყლოვანი პორტია, ვერ ახერხებს მნიშვნელოვანი საინვესტიციო პაკეტის მოზიდვას. ერთი და იგივე აქტორების სრულიად აცნენილი განცხადებები არის ლაკმუსის ქაღალდი, რომელიც ნაცვლად აჩვენებს, მათ არა პორტის აშენება, არამედ საქართველოს სტრატეგიული ბლოკადა სურთ. მათთვის მთავარი პრობლემა ინვესტიციის წარმომავლობა კი არ ყოფილა, ან არის. არამედ მთავარი პრობლემაა, რომ პორტი შენდება და თანაც საქართველოს მფლობელობაში რჩება. მხოლოდ ისინი გამოხატავენ უკმაყოფილებას. მაშინ როცა ლენდლორდის მოდელს, როგორც შუადერეფნის ყველა მონაწილე ქვეყანა, ისე ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეც მიესალმება. საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ანაკლიის პორტის სტრატეგიულ როლს შუადერეფანში. ჩინური კომპანიები მანამდეც აქტიურად მონაწილეობდნენ ანაკლიის პორტთან დაკავშირებულ ტენდერებში, მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ შესაბამისი სატენდერო პირობები შეცვალა, ჩვენ კვლავაც წავახალისებთ ჩინურ კომპანიებს საბაზრო და კომერციული პრინციპების საფუძველზე აქტიურად მიიღონ მონაწილეობა ამ პროცესში. აქედანაც ცხადია, რომ საქართველოს როლი შუადერეფანში განსაკუთრებულია. სუვერენიტეტს დამატებული საერთაშორისო ინვესტიციები ქვეყნისთვის საუკეთესო პირობებს ქმნის. თუმცა რაც კარგია ქვეყნისთვის, ცუდია ქართული აგენტურული ოპოზიციისთვის. დელო ძლიერი საქართველოს ამბობს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი უნდა გახდეს საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივი სტრატეგიული პროექტი. ჩვენი წინადადება სამი ქვეყნის მონაწილეობით შეიქმნას ერთობლივი კავკასიური კონსორციუმი, ხოლო პორტის მართვა გადაეცეს მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე ოპერატორს. განსხვავება თვალშისაცემია. ხელისუფლება ამბობს, რომ ამ ცვალებად სამყაროში პორტი ქვეყნის უნდა იყოს. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება ქართული პროექტი. ისინი კი ითხოვენ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი უნდა გახდეს საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივი სტრატეგიული პროექტი. ანაკლიაში პორტი არ აშენდება. ჩავარდნილი პროექტი, შედეგი ერთადერთი, ანაკლიის პორტი არ აშენდება. ისტორიული პროექტის წინააღმდეგ ილაშქრებს პარტია, რომლის ლიდერებსაც ვალდებულებები პირნათლად რომ შეესრულებინათ. ანაკლიის სპორტს პირველი გემი 6 წლის წინ, ჯერ კიდევ 2020 წელს უნდა მიეღო. დღეს კი გამოდის მამუკა ხაზარაძის თანაპარტიელი და ბედავს სახელმწიფოს დააბრალოს. ჩვენ ოღონდ შევახსენებთ, რომ 10 წლიან ავანტურაზე ვლაპარაკობთ ხალხო. 10 წელია უკვე. 2016 წელს დაიწყო. სწორედ მისი პარტიის ლიდერების მიერ განხორციელებული ავანტურა უნდა გავიხსენოთ. ამისთვის კი 10 წლით უკან უნდა დავუბრუნდეთ. 2016 წელში, როდესაც ანაკლიის განვითარების კონსორციუმი TBC ჰოლდინგმა დააფუძნა, რომელიც მამუკა ხაზარაძეს ეკუთვნოდა და ტენდერშიც გაიმარჯვეს. ჩვენ გძნობთ ჩვენ მისიას, ჩვენ გძნობთ ადგილობრივი საკმაოდ სერიოზულ ხარდაჭერას და გძნობთ იმ პასუხისმგებლობას. თუმცა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ვალდებულებები შეუსრულებელი დარჩა. ანაკლიის კონსორციუმმა ვერ მოიზიდა 120 მილიონი დოლარი საკუთარი კაპიტალის შესავსებად. ვერ წარმოადგინა ხელშეკრულებები 400 მილიონი დოლარის ოდენობით სესხის გამოყოფის თაობაზე საერთაშორისო ბანკებიდან. ვერ წარმოადგინა ხელშეკრულებები პირველი ფაზის ტერმინალის ოპერატორთან და პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოების კონტრაქტორთან. ხაზარაძე საკუთარი უპასუხისმგებლობის გადაფარვას ხელისუფლებაზე თავდასხმით ცდილობდა. თუმცა აღმოჩნდა, რომ ხაზარაძე მთავრობას კომერციულ გარანტიებს თხოვდა. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ბიუჯეტი, ანუ ხალხის ფული, ხაზარაძის და სხვა ინვესტორების კომერციული მოგების დაზღვევის მექანიზმად უნდა ქცეულიყო. ეს იყო ბანკების მოთხოვნა, რომ სახელმწიფოს მიეღო რამენაირი მონაწილეობა რისკებში. ანუ პორტში ტვირთნაკადებიდან საჭირო მოგება რომ ვერ მიეღო ინვესტორს, რისი მოზიდვაც უშუალოდ მისი ვალდებულება იყო. ინვესტორის ყულაბა სახელმწიფო ბიუჯეტს უნდა შეევსო, რასაც ხელისუფლება ცხადია არ დათანხმდა. სწორედ აქედან იწყება მთელი შავი PR კამპანია, რომელიც მამუკა ხაზარაძემ და მისმა კონსორციუმმა დაიწყეს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. თითქოს მთავრობა მიზანმიმართულად ებრძოდა ანაკლიის განვითარების კონსორციუმს, რადგან არ სურდა ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა. არადა კონსორციუმის მოთხოვნის საფუძველზე მთავრობა დათანხმდა ხელშეკრულებაში შესულიყო 40-ზე მეტი ცვლილება, რაზეც გაფორმებულია 12 შეთანხმება. ყველა ცვლილებით ინვესტორს ჯამში უპირობოდ ეპატია 11 მილიონ დოლარზე მეტი ჯარიმა და 150,000 ევროს ოდენობის პირგასამტეხლო. საბოლოოდ კი საინვესტიციო ხელშეკრულება 2020 წლის 9 იანვარს შეწყდა. იმავე დღეს მამუკა ხაზარაძემ და მისმა პარტნიორმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადეს. ყველა საკითხზე იქნება საკმაოდ სერიოზული დავა. ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საკითხები განსახილველი ადგილი არის ჟენევის არბიტრაჟი. ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მიერ შეტანილი სარჩელით მხარე საქართველოსგან მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვს, რომლის ოდენობაც კონსორციუმის ინტერესების დამცველების განმარტებით $1 მილიარდ სცდება. $1,500 მილიონი.
სწორედ ეს იყო რეალურად თანხა, რასაც მამუკა ხაზარაძე და მისი კონსორციუმი საქართველოს თხოვდნენ. მათ მიერვე ჩაგდებულ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში, სადაც მათივე თქმით 80 მილიონამდე ინვესტიცია განახორციელეს. თუმცა 2020 წელს პორტის ტერიტორია აი ასე გამოიყურებოდა. მხოლოდ მოსწორებული მიწა და ჭაობები. მათ ჯერ პარიზის არბიტრაჟში უჩივლეს ქვეყანას, თუმცა დავა წააგეს. პარიზის არბიტრაჟმა სრულად უარყო მომჩივნების მოთხოვნები. უფრო მეტიც, პირიქით, მათვე დაეკისრათ სახელმწიფოს სასარგებლოდ 650,000 ამერიკული დოლარის გადახდის ვალდებულება. შემდეგ კი ხაზარაძე ჯაფარიძემ და მათმა პარტნიორებმა დავა ვაშინგტონის არბიტრაჟში წამოიწყეს. ამჯერად ვაშინგტონის არბიტრაჟის მიერ დადასტურდა, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განუხორციელებლობა მთლიანად მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და მათი პარტნიორების პასუხისმგებლობა იყო და საქართველოს მთავრობის მხრიდან რაიმე ფორმით ხელშეშლას ადგილი არ ჰქონია. დღეს კი სწორედ ეს ხალხი ბედავს დადგეს ტრიბუნასთან. ილაპარაკოს ანაკლიის პორტზე, შეთხზას მითები ანტიდასავლურ გავლენებზე და სახელმწიფოს დააბრალოს თითქოს და პორტის აშენება არ სურს. რეალურად კი ცხადია, რომ გაშიფრული აგენტურის მთავარი ინტერესი ის კი არ არის, ვინ ჩადებს ანაკლიაში ინვესტიციას, არამედ ის, რომ ანაკლიის პორტი საქართველოს არ ეკუთვნოდეს. ისინი ქვეყანას იმ მოდელს თავაზობენ, როგორც თავად იმართებიან, საკუთარ ქვეყანაში, სხვების მიერ. და ასე უნდათ ანაკლიის პორტიც იმართებოდეს. თუმცა რეალობას ეროვნული ღირებულებების მქონე მმართველი ძალა ადგენს, რომლის გადაწყვეტილებითაც ანაკლია დარჩება სახელმწიფოს, ანუ ქართველი ხალხის ექსკლუზიურ მფლობელობაში. ალეკო ელისაშვილს სასამართლომ ტერორიზმის საქმეზე 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა ამ ისტორიაში პარადოქსული არა დამდგარი განაჩენი, ან რადიკალიზმიდან ექსტრემიზმში გადაშვებული ელისაშვილის პოლიტიკური გზის კრიმინალური დასასრულია, არამედ ოპოზიციური პარტიების ერთიანი პოზიცია, რომლებმაც ელისაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენი პოლიტიკურ დევნად და უსამართლობად გამოაცხადეს. რითაც კიდევ ერთხელ აჩვენეს საკუთარი არჩევანი ძალადობის სასარგებლოდ, ნაცვლად მშვიდობიანი და დემოკრატიული პროცესისა. გურან და ბილიხოძე თემის დეტალებით. სასამართლო ალეკო ელისაშვილს ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობაში დამნაშავედ ცნობს და მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთას მიუსჯის. საქმის პროკურორი განაცხადებს, რომ სასამართლო გამოძიების მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს სარწმუნოდ მიიჩნევს. სასამართლომ გაანმარტა ის, რომ გაიზიარა სწორედ ბრალდების ხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც იყო უტყუარი, თანმიმდევრული. ბრალდებულის ქმედება ცალსახადად იყო ტერორისტული აქტის მცდელობა და მას გააჩნდა ტერორისტული მიზანი და ამ შემთხვევაში ეს იყო სწორედ სასამართლო ხელისუფლების დესტაბილიზაცია. დაცვის მხარე გადაწყვეტილებას აბსურდულს უწოდებს და კიდევ ერთხელ აჟღერებს ელისაშვილის პოზიციას. ამბობს, რომ ქმედება პროტესტი იყო და ტერორიზმთან კავშირი არ ჰქონია. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება მიცოდეს, რომ 8 თვის განმავლობაში ამ მტკიცებულებთა გამოკვლევის ეტაპზე მოწმეთა გამოკითხვებით, დაკითხვებით, აგრეთვე ექსპერტიზების დასკვნით დადგინდა, რომ არ არსებობს არც ერთი პირდაპირი და არაპირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადგენდა, რომ ალექსანდრე ელისაშვილმა ჩაიდინა ტერორისტული აქტის მცდელობა. მაგრამ აქ ერთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი საკითხია. ტერორიზმის მუხლი ადამიანს მხოლოდ იმიტომ არ სჯის, რომ მას პოლიტიკური პროტესტი ჰქონდა. გადამწყვეტი კითხვა არის, რა მეთოდია არჩეული პროტესტის გამოსახატავად. საქმის დეტალები ვნახოთ. 2025 წლის 29 ნოემბერს ალეკო ელისაშვილი ნიღბით მიდის სასამართლოსთან. ჩაქუჩით ამსხვრევს კანცელარიის შენობის გარემინას. უკანონოდ აღწევს შენობაში. შეაქვს ცეცხლის გაჩენის საშუალებები. ბენზინს ასხამს დოკუმენტებს, ინვენტარს, ტექნიკას. დაკავებისას წინააღმდეგობა გაუწია მანდატურს და ფიზიკურად დაუპირისპირდა დაცვას. თან აქვს ცეცხლსასროლი იარაღი. ეს არ არის მშვიდობიანი პროტესტი. ეს იყო ძალადობრივი და საზოგადოებისთვის პოტენციურად საშიში ქმედება. სასამართლოში ბენზინით შეჭრა და ხანძრის გაჩენის მცდელობა ჩვეულებრივ პროტესტის ფორმად ვერ ჩაითვლება. პირველ რიგში იმიტომ, რომ სასამართლო შენობა არის სახელმწიფო ინსტიტუტი. ბრალდებული იქ ძალადობრივად შეიჭრა. თან ჰქონდა აალებადი ნივთიერება, ცდილობდა ხანძრის გაჩენას. ტერორიზმის მუხლისთვის ორი ძირითადი ელემენტია საჭირო. პირველი დაფიქსირებული უნდა იყოს ისეთი ქმედება, რომელიც მძიმე საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას. მეორე, განსაზღვრული უნდა იყოს ტერორისტული მიზანი, ანუ სპეციალური განზრახვა.
პირველ ელემენტზე უკვე ვისაუბრეთ, საშიში და სახიფათო ვითარება შეიქმნა და ეს ყველამ დავინახეთ. ახლა გადავიდეთ მეორე, აუცილებელ ელემენტზე, განსაკუთრებულ განზრახვაზე, ანუ ტერორისტულ მიზანზე. და აქ მთავარი შეკითხვა ასე ჟღერს: იყო ეს სპონტანური ემოციური პროტესტი თუ წინასწარ დაგეგმილი მოქმედებების ერთობლიობა? სწორედ ამ კონტექსტში კიდევ ერთი გარემოებაა ყურადსაღები. ეს სასამართლო თავდასხმის პირველი შემთხვევა არ ყოფილა. პროკურატურის ვერსიით ჯერ კიდევ 2025 წლის 4 მაისს ელისაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს არქივის ოთახისთვის ცეცხლის წაკიდებას ცდილობს. გამოძიების მიხედვით ის სასამართლოს შენობის უკანა მხარეს ადის. ფანჯრის გაღებას ცდილობს, ხოლო შემდეგ არქივში აალებად ნივთიერებას აგდებს, რის შედეგადაც ხანძარი ჩნდება. თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯერ არქივის დაწვას სცადეს, შემდეგ კანცელარიის. ეს სწორედ ის ოთახებია, სადაც ინახება სასამართლო საქმეები, დოკუმენტაცია, ტექნიკა, საქმის წარმოების მასალები. გამოდის, რომ მისი მიზანი იყო მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლა და სასამართლოს ინფრასტრუქტურის დაზიანება. თუ ხანძარი გავრცელდებოდა, შეიძლებოდა განადგურებულიყო სასამართლო საქმეები, შეჩერებულიყო კანცელარიის მუშაობა, გადადებულიყო სასამართლო პროცესები და დაზიანებულიყო სასამართლოს ინფრასტრუქტურა. თუ მიზანი მხოლოდ პოლიტიკური პროტესტია, რატომ აღმოჩნდა ორივეჯერ სამიზნეს სწორედ სასამართლო და მისი ის სივრცეები, სადაც საქმის მასალები და დოკუმენტები ინახება. პროკურატურა სწორედ ამ გარემოებებით ასაბუთებს ტერორისტული მიზნის არსებობას. შენობაში უკანონო შეღწევის შემდეგ შიდა სივრცის სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე, ალექსანდრე ელისაშვილმა დაასხა დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა. თავდასხმელი თავის მხრივ ცდილობდა ცეცხლსასროლი იარაღის ამოღებას და გამოყენებას. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.323 მუხლის პირველი ნაწილით. ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე წარედგინა. და ეს ყველაფერი იმ დროს ხდებოდა, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლო არაერთ რეზონანსულ სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს. მათ შორის არის, რა თქმა უნდა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ძალადობრივი აქციების დროს პარლამენტის შენობაზე თავდასხმის საქმეზე დაკავებული პირების პროცესები. ყველას გვახსოვს, როგორ ანადგურებდნენ ყველაფერს პარლამენტის ირგვლივ, როგორ გამოჰყავდათ წყობიდან პარლამენტის შენობაზე მიმაგრებული ვიდეო კამერები და განათებები. პარლამენტს კი ცეცხლს უკიდებდნენ. ამავე სასამართლო შენობაში იმართებოდა 2025 წლის 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესებიც. იმ დღესაც ადგილობრივი არჩევნების პარალელურად რადიკალურმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა პრეზიდენტის სასახლის დაკავებას სცადეს. ამიტომაც ჩნდება საფუძვლიანი ვარაუდი, ხომ არ იყო მისი რეალური განზრახვა მიმდინარე მართლმსაჯულების პროცესისთვის ხელის შეშლა. იმიტომ რომ თუ მიზანი მხოლოდ პოლიტიკური პროტესტია, რატომ ხდება აუცილებელი სწორედ იქ, კანცელარიაში შეღწევა? რატომ არ შეიძლებოდა პროტესტის გამოხატვა შენობის ფასადთან ან ეზოში? სწორედ ასეთ კითხვებზე პასუხის გაცემას ცდილობენ სასამართლოები, როდესაც ადგენენ, აქვს თუ არა ქმედებას მხოლოდ საპროტესტო ხასიათი, თუ ის უკვე ტერორიზმის ნიშნებსაც ატარებს. აქ გადის ზღვარი პროტესტსა და ტერორიზმს შორის, როდესაც სამიზნე სახელმწიფო ინსტიტუტია და გამოიყენება ისეთი მეთოდი, რომელსაც შეუძლია მძიმე საფრთხის შექმნა. ასეთი საქმეები მხოლოდ საქართველოში არ განიხილება ტერორიზმის კონტექსტში. ამის ერთ-ერთი მაგალითი უკრაინაა. 2015 წლის 27 სექტემბერს ოდესაში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის რეგიონული შენობის სიახლოვეს თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. დაზიანდა შენობის ფასადი, ფანჯრები და მიმდებარე ტერიტორია. მსხვერპლი არ ყოფილა, არავინ დაღუპულა და არავინ დაშავებულა. მიუხედავად ამისა, გამოძიებამ საქმე ტერორიზმად შეაფასა. დაკავებულ პირს ტერორიზმის ბრალდება წაუყენეს და საქმე ტერორიზმის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა. რატომ? იმიტომ რომ გადამწყვეტი არ აღმოჩნდა შედეგი, გადამწყვეტი აღმოჩნდა სამიზნე, სახელმწიფო ინსტიტუტზე თავდასხმა და გამოყენებული მეთოდი, რომელსაც ადამიანების სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა შეეძლო. ოღონდ უკრაინაში ყოველ შემთხვევაში საჯაროდ ოპოზიციას ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული პირის პოლიტიკურ პატიმრად გამოცხადება არ დაუწყია. არც მისი უდანაშაულობის კამპანია წამოუწყია და არც ფართო პოლიტიკური სოლიდარობა გამოუცხადებია. ტერორიზმის კვალიფიკაციაზე
დავა იყო ქმედება ტერორისტული აქტი თუ პოლიტიკური პროტესტი, მხოლოდ საქართველოში იწყება. არ არსებობს მტკიცებულებები. ეს საქმე უნდა შეწყვეტილიყო. ვიდეო ჩანაწერი არ არის მტკიცებულება კანცელარია საქალაქო სასამართლოს ინფორმაცია. არ არსებობს არანაირი ყვალი ალეკო ელისაშვილის დნმ-ის. იტყვიან, რომ განაჩენი პოლიტიკურად მოტივირებულია. ალეკო ელისაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი, რომ თავად ელისაშვილი უკანონო პატიმარია. არ ვიცი რა სცენარი დაუტრიალეს ელისაშვილს. ერთადერთი რამ ვიცი, რომ ამ 13 წელს სამართალთან კავშირი არ აქვს. ბრალდება აბსურდულია. რაც ზედაპირზე ჩანს და რაც მგონია რომ საზოგადოება ძალიან კარგად დაინახა, ხო? არსებულ სამართლებრივ კვალიფიკაციას და სასჯელის ზონას რეალობასთან კავშირი არ აქვს და ვერ იქნება. სასამართლო პოლიტიზირებულია. ალეკო ელისაშვილის საქმე არის კლასიკური მაგალითი პოლიტიკური ანგარიშწორების. ამიტომაც სოლიდარულები უნდა იყვნენ. სოლიდარობა ალეკო ელისაშვილს. ალეკოს სოლიდარობა გამოუცხადო, პოსტის დავწერე. ჩემს მეგობარს, ჩემს თანამებრძოლს, საქართველოს პატრიოტ კაცს, მე მინდა სოლიდარობა გამოუხატო. მინდა ჩემი მხარდამჭერა გამოუცხადო ალეკოს ოჯახს, ძალიან მძიმეა რაც ხდება მათ ოჯახში დღეს. რეჟიმის მსხვერპლია ეს კაცი და იმსახურებს მხარდაჭერას. ალეკო, შენ გვერდით ვარ. რა ის ტერორისტია ელისაშვილი? ალეკო ელისაშვილის საქმე არის პოლიტიკური. ლელო საკუთარი წევრის დასაცავად სპეციალურ განცხადებასაც კი გაავრცელებს, მაგრამ ტერორიზმის ნაცვლად სასამართლოს გადაწყვეტილებას დაგმობს. ელისაშვილის დანაშაულს არ ემიჯნებიან. ვერაფერი გადაფარავს სიმართლეს და ვერაფერი მათქმევინებს უარს ვიყო მებრძოლი კაცის ხომაგი. არც გმობს და არც ემიჯნება პარტია ალდე. ამ ევროპულ ლიბერალურ ოჯახში ლელო 2023 წლიდან ჩაეწერა. თავად ალეკო ელისაშვილი ლელოს კოალიცია ძლიერი საქართველოს წევრი 2024 წლის აგვისტოდან ხდება და ალდეს ლიბერალურ ოჯახობას ავტომატურად უერთდება. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მამუკა ხაზარაძის საარჩევნო სიით გამოდის, თუმცა პარლამენტში ვერ ხვდება. შორს რომ არ წავიდეთ ტერორიზმს არც ლიბერალური გაერთიანება ალდე გაემიჯნება. ლიბერალებისა და დემოკრატების ევროპულმა ალიანსმა ალდემ ან უნდა აიძულოს პარტია ლელო გაემიჯნოს ტერორიზმს ან გარიცხოს ლელო საკუთარი რიგებიდან. სხვა შემთხვევაში თავად ალდე გახდება ტერორიზმის მხარდამჭერი გაერთიანება. არადა თავად ელისაშვილი თავის სიტყვაში ნანობს, რომ საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა. ქალაჩუნობა მაღიზიანებს ეთერებში რომ დამსხდარან და ამბობენ ელისაშვილმა პოლიტიკოსისთვის შეუფერებელი საქციელი ჩაიდინაო. ქალაჩუნურად ფიქრობთ, მე თავს კი არ ვიმართლებ, პოლიტიკოსად არ დაუბადებულ ვარ, დავიბადე კაცად. მახსჯობდა პროტესტის გრძნობა და როგორც შემეძლო ისე ვიმოქმედე, თუმცა არ გამომივიდა. მაგას ვნანობ რომ დამიჭირეს. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ არსებობდა წინასწარ განსაზღვრული და მომზადებული გეგმა, ტერორისტული მიზანი და ამიტომაც მოხდა ქმედება. უბრალოდ წარმოიდგინეთ ოპოზიცია, რომელიც ძალიან მარტივ თემებზეც კი ვერ ახერხებს ერთიანი პოზიციის შემუშავებას. ახლა ერთხმად ელისაშვილის მხარეს დგება და აქ აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში მხოლოდ ძალადობრივი ქმედებები იწვევს მათში სრულ თანხმობას. მაშინვე ერთხმაში იწყებენ საუბარს. როგორც ეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოხდა. პარლამენტის შენობის დაწვის მცდელობას რომ იწონებდნენ. თავისუფლება სინდისის პატიმრებს. ქუჩაში გამოსული არიან ადამიანები, რომლებიც ითხოვენ სინდისის პატიმრების გათავისუფლებას. როგორც ეს 2025 წლის ადგილობრივი არჩევნების დღეს მოხდა. პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღებას რომ ამართლებდნენ. დამსახურებული ხალხი, პატიოსანი, წესიერი ხალხი 5 წლით გაუშვეს ციხეში აქციაზე ყოფნის გამო. ყველა ისინი რა თქმა უნდა დღეს ვერც სასამართლო შენობის დაწვაში დაინახავენ რაიმე ცუდს და შემაშფოთებელს. პარლამენტი, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, სასამართლო, იერიშის სახელმწიფო სამივე შტოზე მიიტანეს. მაგრამ ოპოზიცია, რომელიც ევროპულ ღირებულებებზე და სამართლებრივ სახელმწიფოზე გვესაუბრება, სწორედ ამ სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობს. მასზე თავდასხმებს ამართლებს და მუდმივად ტერორის მხარეს არის. ამიტომაც ალეკო ელისაშვილის საქმე და ოპოზიციის რეაქცია მის მიმართ ხელისუფლებისთვის კიდევ ერთ არგუმენტად იქცა. საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე ამ პოლიტიკური პარტიების საქმიანობის შეფასების მოთხოვნის კონტექსტში. ალბათ შეუძლებელი იქნებოდა ტერორისტული აქტის არსის იმაზე ზუსტად წარმოჩენა, ვიდრე ეს რადიკალური ოპოზიციის თვალსაჩინო წარმომადგენლებმა თავად შეძლეს. გუშინდელი დღიდან ვკითხულობთ და ვისმენთ ელისაშვილის ქმედების პოლიტიკური მოტივების შესახებ შეფასებებს, რომლებიც სინამდვილეში პირდაპირ ასაბუთებს, რატომ გვაქვს საქმე სწორედ ტერორიზმთან.
როდესაც ვლაპარაკობთ ტერორიზმზე, უნდა გვესმოდეს, რომ ტერორისტები უმოტივაციო მანიაკები არ არიან. თითოეული მათგანი ცდილობს საკუთარ დანაშაულს კეთილშობილური გამართლება მოუწებნოს. ეს ხან თავისუფლებისთვის ბრძოლა, ხან სამართლიანობისთვის, ხან რა და ხან რა. ამიტომაც იყო ელისაშვილის საბოლოო სიტყვა ტერორისტული აზროვნების ტიპიური მაგალითი. თითქოს ის უსამართლობას, ჩაგვრას და დამყრობელს ებრძოდა. სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობრივი თავდასხმების შეფასება მხოლოდ ქართული მართლმსაჯულების გამოწვევა არ არის. ბოლო წლებში დასავლეთის სახელმწიფოებიც ცდილობენ განსაზღვრონ, როდის გადადის პოლიტიკური ძალადობა იმ ზღვარს, რომელსაც უკვე ტერორიზმი ჰქვია. სწორედ ამ კონტექსტში საინტერესოა დონალდ ტრამპის 2025 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება. ამ დღეს ამერიკის პრეზიდენტი ხელს აწერს აღმასრულებელ ბრძანებას, სადაც პირდაპირ წერია: ანტიფას ვაცხადებ შიდა ტერორისტულ ორგანიზაციად. ამის შემდეგ დონალდ ტრამპი ფედერალურ უწყებებს ავალებს გამოიძიონ, შეაფერხონ, დაშალონ და სისხლის სამართლებრივად გამოიძიონ ანტიფას სახელით მოქმედი უკანონო ქსელები და მათი დაფინანსება. პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იძულებისა და დაშინების მიზნით განხორციელებული ორგანიზებული ძალადობა არის შიდა ტერორიზმი. შეიძლება განსხვავდებოდნენ ქვეყნები, კანონები და პოლიტიკური გარემო, მაგრამ ერთი პრინციპი თითქმის ყველგან ერთნაირია. როდესაც პოლიტიკური მიზნის მისაღწევად ირჩევ ძალადობას, სამიზნედ კი სახელმწიფო ინსტიტუტებს იქ კითხვები, ეს ტერორია თუ პროტესტი აღარ ჩნდება. ამიტომაც იკითხება ქართული ოპოზიციის ქმედებები და რეაქციები სახელმწიფო შენობებზე თავდასხმები და რადიკალიზმი შიდა ტერორად. სად გადის ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და სიძულვილის ენას შორის? დემოკრატიული საზოგადოებისთვის ამ მნიშვნელოვან საკითხზე სტრასბურგის სასამართლომ ქართველი რადიკალი აქტივისტვის საჩივრის შემდეგ სლოვენიელი ბლოგერის მაგალითზე იმსჯელა და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ შეურაცხყოფა და ღირსების შემლახველი რიტორიკა არ ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში და ვერ იქნება კონვენციის მეათე მუხლით დაცული უფლება. ხოლო კონკრეტულ შემთხვევებში სახელმწიფოს უფლება აქვს კანონდამრღვევის წინააღმდეგ გამოიყენოს სასჯელის ისეთი ფორმებიც, როგორიც არის პატიმრობა. ანი ნადირაშვილი თემის დეტალებით. ადამიანის უფლებები ერთმანეთთან არ კონკურირებენ. ყველა ფუნდამენტური უფლება თანაბრად მნიშვნელოვანია და თანაბარ დაცვას იმსახურებს. თუმცა ყველა უფლებას აქვს საზღვრები. ამ ჩარჩოებს კი უკვე 10 წლეულებია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განსაზღვრავს. ის ადგენს ბალანსს. ადამიანის უფლებათა დაცვის თანამედროვე სტანდარტებს და პოულობს პასუხებს რთულ შეკითხვებზე. სწორედ ამის ნათელი მაგალითია ორი პრეცედენტული გადაწყვეტილება, რომელიც სასამართლომ 2026 წელს თითქმის ერთსა და იმავე პერიოდში მიიღო. ორივე საქმე ნათლად აჩვენებს, როგორ ადგენს სტრასბურგი ბალანსს გამოხატვის თავისუფლებასა და ადამიანის ღირსების დაცვას შორის. პირველი საქმე მილაძე საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგში 2023 წლის ნოემბრის ბოლოს საიას მიერ გაიგზავნა. მომჩივანი მხარე სტრასბურგისგან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეათე მუხლით გარანტირებული უფლების გამოხატვის თავისუფლების დარღვევის დადგენას ითხოვს. საქმის მასალების მიხედვით, ირაკლი მილაძემ TikTok-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ის თბილისის მერისა და სხვა საჯარო მოხელეების მიმართ უკიდურესად უხეშ და შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს იყენებს. საქართველოს სასამართლო მას ადმინისტრაციული წესით 500 ლარით აჯარიმებს. მილაძე აპელირებს, რომ მისი გამოხატვის თავისუფლება დაირღვა. თუმცა სტრასბურგი მის არგუმენტს არ დაეთანხმება და იტყვის, რომ ევროპული კონვენციის მეათე მუხლი არ დარღვეულა. იმიტომ რომ აქტივისტი კრიტიკისთვის კი არ დააჯარიმეს, არამედ მისი პირადი შეურაცხყოფისთვის. სასამართლომ მიიჩნია, რომ ვიდეოში გამოყენებული გამონათქვამები აღარ წარმოადგენდა პოლიტიკურ კრიტიკას. ისინი მიზნად ისახავდა კონკრეტული პირების შეურაცხყოფას. ეს იქნება მკაფიო სიგნალი, რომელიც პირდაპირ იტყვის, რომ სახელმწიფოს აქვს უფლება რეაგირება მოახდინოს ისეთ შემთხვევებზე, როდესაც გამოხატვა უხეშ პირად შეურაცხყოფამდე დადის და არ ემსახურება საზოგადოებრივ დებატს. მეორე საქმე კიდევ უფრო შორს მიდის. მასალების მიხედვით, სლოვენიის მოქალაქე მიტია კუნსტელს 6-თვიანი პატიმრობა ინტერნეტში დაწერილი ტექსტებისთვის მიესაჯა. კუნსტელი სტრასბურგისგან ასევე ითხოვს მის მიმართ კონვენციის მეათე მუხლით გარანტირებული უფლების გამოხატვის თავისუფლების დარღვევა დადგინდეს. მაგრამ საქმის დეტალები სულ სხვა სურათს აჩვენებს.
კუნსტელი თავის ბლოგზე ჟურნალისტ ვინკო ვასლესა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტს შპელა პრედანის წინააღმდეგ შეურაცხმყოფელ და ცილისმწამებლურ პოსტებს აქვეყნებდა. სლოვენიის სასამართლო პირველ ჯერზე მას კომპენსაციას დააკისრებს. შემდეგ ბლოგიდან შეურაცხმყოფელი კონტენტის მასალების წაშლას დაავალებს. მერე გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის გამო დააჯარიმებს. თუმცა თავის შეურაცხმყოფელ და ცილისმწამებლურ კამპანიას ბლოგერი მაინც გააგრძელებს. ამიტომაც საბოლოოდ სლოვენიის სასამართლო მას 6 თვით თავისუფლების აღკვეთას მიუსჯის. თავისუფლებას უზღუდავენ ამ სიტყვის ყველანაირი გაგებით. ვერც წერს, ვერც ვერაფერს აქვეყნებს და ვერც თავისუფლად გადაადგილდება. ჩასვეს იმიტომ, რომ მიუხედავად სასამართლოების აკრძალვებისა, დამამცირებელ პოსტებს მაინც აქვეყნებდა. წაშლილი მასალებიც კი აღადგინა. საჯაროდ ამბობდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულებას არ აპირებდა. სტრასბურგის სასამართლოც სწორედ ამას იტყვის. მსუბუქმა სანქციებმა შედეგი ვერ გამოიღო. ამიტომ კონკრეტულ გარემოებებში თავისუფლების აღკვეთაც პროპორციულ ჩარევად შეფასდა. ორივე საქმე რომ შევაჯამოთ, მილაძე საქართველოს წინააღმდეგ ეხება TikTok-ის პლატფორმას. კუნსტელი სლოვენიის წინააღმდეგ ბლოგს. სამიზნე მილაძის შემთხვევაში თბილისის მერი და საჯარო მოხელეები არიან. კუნსტელის შემთხვევაში 2 ჟურნალისტი. მილაძის საქმე ეხება შეურაცხყოფას. კუნსტელის კი პერიოდულ შეურაცხყოფას და ცილისწამებას. სასამართლო ვერდიქტი. მილაძე 500 ლარიანი ჯარიმა. კუნსტელი 6 თვიანი პატიმრობა. არც ერთ საქმეზე სტრასბურგი ევროპული კონვენციის მეათე მუხლის დარღვევას არ ადგენს. და აქ ჩნდება ყველაზე საინტერესო კითხვა. რას იცავს სინამდვილეში ეს მეათე მუხლი? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ჯერ თავად ევროპული კონვენციის მეათე მუხლის ისტორიას და მის შინაარსს უნდა გავეცნოთ. მეათე მუხლი 1950 წელს ევროპულ კონვენციაში იწერება. ძალაში კონვენცია 1953 წლიდან შედის. მაგრამ 1966 წლამდე სტრასბურგს არ ჰქონდა ისეთი საქმე, რომელიც დეტალურად განმარტავდა. რა არის გამოხატვის თავისუფლება და სად გადის მისი ზღვარი. 1966 წლის საქმეზე ჰენდისაიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ სტრასბურგი პირველად დაადგენს, რომ ეს უფლება აბსოლუტური არ არის. რომ სახელმწიფოს გარკვეულ შემთხვევებში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის უფლებაც აქვს. ჰენდისაიდის საქმეში სტრასბურგის სასამართლო ასევე იტყვის, რომ გამოხატვის თავისუფლებას თან ახლავს მოვალეობები და პასუხისმგებლობა. და ესეც მეათე მუხლის მეორე პუნქტიდან მოდის. სწორედ აქედან იწყება მეათე მუხლის თანამედროვე სასამართლო პრაქტიკა. მიუხედავად იმისა, რომ გამოხატვის თავისუფლება მნიშვნელოვანი ღირებულებაა, ის აბსოლუტური არ არის. გაივლის კიდევ რამდენიმე ათეული წელი და 2026 წელს სტრასბურგის სასამართლო დაამატებს. გამოხატვის თავისუფლება ფართოა, მაგრამ არა უსაზღვრო. როცა გამოხატვა სისტემურად ავიწროებს, აბულინგებს, ამცირებს და ცილსწამებს სხვა ადამიანს, მაშინ მეათე მუხლის მეორე ნაწილი სხვათა რეპუტაციისა და უფლებების დაცვა მოქმედებს. და სწორედ აქ ჩნდება ბალანსის აუცილებლობა. დემოკრატიულ საზოგადოებაში არ არსებობს მხოლოდ გამოხატვის თავისუფლება. გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიის საფუძველია, მაგრამ ის არ შეიძლება სხვა ადამიანის ღირსების განადგურების ინსტრუმენტად იქცეს. ერთის მხრივ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და მონაწილეობა მიიღოს საზოგადოებრივ დისკუსიაში. თუმცა მეორეს მხრივ ყველა ადამიანს აქვს ღირსების, პატივის, რეპუტაციისა და პირადი ცხოვრების დაცვის უფლება. სწორედ ამიტომ გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური უფლება. სტრასბურგის ეს გადაწყვეტილება საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია და ის კრიტიკულად მნიშვნელოვან მომენტში დადგა. აქაც ხშირად კამათობენ, სად გადის ზღვარი მკვეთრ კრიტიკასა და შეურაცხყოფას შორის. კამათობენ განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სიძულვილი ენისა და აგრესიული კამპანიების წინააღმდეგ სპეციალური სამმართველო ამოქმედდა. მილაძის кейსზე სტრასბურგის გადაწყვეტილება აჩვენებს. საქართველოს სასამართლოებმა გამოხატვის თავისუფლების ფარგლები სწორად განსაზღვრეს. სტრასბურგმა დაადასტურა, რომ საქართველოს სასამართლოებმა სწორად განასხვავეს პოლიტიკური კრიტიკა და პირადი შეურაცხყოფა. სტრასბურგის სასამართლომ არა მხოლოდ ის თქვა, რომ ქართულმა სასამართლომ ბალანსის ტესტი კარგად ჩააბარა, არამედ თქვა, რომ კანონი, რის მიხედვითაც მილაძე დააჯარიმეს, სრულად თავსებადია ევროპულ სტანდარტებთან და კანონმდებლობასთან. საქართველოს ხელისუფლებას კარგად ესმის, სად გადის ზღვარი კრიტიკასა და პირად დევნას შორის. გამოხატვის თავისუფლებაც და ადამიანის ღირსებაც ერთნაირად მნიშვნელოვანი უფლებაა.
უფლებებია. სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ არც ერთის უპირობოდ უპირატესად გამოცხადება არ არის სწორი. თუმცა ქართული ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები არც სტრასბურგის მიდგომას იზიარებენ და არც ქართული პრაქტიკა მიაჩნიათ ევროპულ სტანდარტებთან თავსებადად. მილაძის საქმეს საია აპროტესტებდა. ამტკიცებდა თითქოს ქართველი ტიკტოკერის გამოხატვის თავისუფლება დაირღვა. ახალი სამმართველოს ამოქმედებას საერთოდაც მწვავედ აკრიტიკებენ. ირწმუნებიან თითქოს ის ხელისუფლებას გამოხატვის თავისუფლებაში ზედმეტი ჩარევის შესაძლებლობას აძლევს და კრიტიკულ აზრს ზღუდავს. ქართული ოცნება ცდილობს, რომ ჩინეთის ინტერნეტ ცენზურის ეგრეთ წოდებული პატენტი ვერსია შექმნას. ეს სამმართველო უკვე ფუნქციონირებს, იმიტომ რომ ჩაახშოს კრიტიკული მოსაზრება. მისი შეზღუდვა და მარწუხებში მოქცევა ახასიათებს მხოლოდ დიქტატორულ და ავტოკრატულ რეჟიმებს. პოლარიზაციის შემცირება მეორე მხარის გაჩუმებით ვერ მოხდება, ხო? ადამიანებს საკუთარი გამოთქმული მოსაზრების გამო უნდა დაეკისროთ სხვადასხვა ტიპის სანქცია. ახლა ფიქრობენ, რომ იქნებ სოციალურ ქსელში შეზღუდონ თავისუფალი აზრის გამოხატულება. რეალურად რეჟიმი ამას ცდილობს უკვე წლებია, რუსული კანონებით ამას ემსახურებოდა და ვერ ჩაახშობს, ვერ გატეხავს რეჟიმი ამ სისულელეებით ქართული საზოგადოების წინააღმდეგობა. Facebook-ის პოლიცია, სოციალური ქსელების პოლიცია, სადაც ადამიანებს უკვე საკუთარი პოზიციის აზრის დაფიქსირება თუნდაც ხისტად უხეშად აკრძალული ექნება. ქართულმა ოცნებამ ფაქტობრივად აზრის პოლიცია შექმნა. ეს არის მიმართული იმისაკენ, რომ გამოხატვის თავისუფლება აიკრძალოს. დედის გინების უფლება უნდა არსებობდეს და აქეთ უნდა არსებობდეს მაგის თმენის ვალდებულება. შენ უნდა აიტანო და მოითმინო ისაც არ ქსიამოვნებს. საუბარია 2026 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შექმნილ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოზე. ჩვენ როგორც პასუხისმგებლიან ხელისუფლებას მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოს ვალდებულება უზრუნველყოს იმგვარი გარემოს შექმნა, სადაც განსხვავებული აზრი იქნება დაცული, ამავდროულად კი მიუღებელი იქნება სიძულვილის, მტრობის და შეურაცხყოფის წახალისება. იმისათვის, რომ არ დარჩეს სივრცე სპეკულაციებისთვის. ხაზგასმით აღნიშნავ, რომ ამ გადაწყვეტილებით მიზანი არ არის აზრისა და გამოხატვის თავისუფლების რაიმე ფორმით შეზღუდვა. დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძველი სწორედ თავისუფალი დისკუსია და აზრთა მრავალფეროვნება, თუმცა ამავდროულად ეს თავის მხრივ არ უნდა გახდეს ძალადობრივი, შეურაცხყოფელი და საზოგადოებრივი დაპირისპირების წამახალისებელი კომუნიკაციის გამართლების საფუძველი. სამმართველო იღებს ინფორმაციას, სწავლობს ფაქტებს, აგროვებს მტკიცებულებებს და ადგენს. არსებობს თუ არა სავარაუდო სამართალდარღვევა. თუ საკმარისი საფუძველი არსებობს, საქმე გადაეცემა საერთო სასამართლოს. საბოლოო გადაწყვეტილებას მხოლოდ სასამართლო იღებს. ის ადგენს, იყო თუ არა სამართალდარღვევა და რა სანქცია უნდა დაეკისროს პირს. მისი შექმნიდან 1 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით 170 სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა. 150 საქმე უკვე გადაეცა საერთო სასამართლოებს განსახილველად. ამ 150 საქმიდან 33-ზე სასამართლომ უკვე მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება. 31 შემთხვევაში გამოყენებულ იქნა ჯარიმა. 2 შემთხვევაში გამოყენებული იქნა სიტყვიერი შენიშვნა. ამ ციფრების უკან კიდევ უფრო საინტერესო ტენდენცია ჩანს. ერთი და იგივე სამართლებრივი სტანდარტი თანაბრად ვრცელდება ხელისუფლების მხარდამჭერებზე, ოპოზიციის წარმომადგენლებზე, ჟურნალისტებზე, აქტივისტებსა და ნებისმიერ მოქალაქეზე. სასამართლოს, რომელიც თითოეულ საქმეს აფასებს არაპოლიტიკური კუთვნილების მიხედვით, არამედ იყო თუ არა კანონის დარღვევა და არის თუ არა სანქცია პროპორციული. სტრასბურგის სასამართლოში ქართულმა სასამართლომ, როგორც უკვე ვთქვით, ტესტი ჩააბარა. ეს არის აბსოლუტურად ჩანსაღი გადაწყვეტილება. პრინციპი მარტივი, არ შეიძლება გასცაქანი მიეცეს სიძულვილს, აგრესიას სამართლებრივ საზოგადოებაში. ზუსტად ამ მიდგომას ეფუძნება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და ამ მიდგომას ეფუძნება ჩვენი კანონმდებლობაც, რომელიც მივიღეთ ცოტა ხნის წინ. თქვენ იცით, რომ ქვეყნის გარედან ჩვენ თავს გვახვევენ სიძულვილს, აგრესიას, რაც არის ქართული საზოგადოებისთვის არაორგანული მოვლენა. შესაბამისად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ამ გარედან თავს მოხვეულ ტენდენციებს დაუპირისპირდეთ. ამას ემსახურება კანონმდებლობა და ამისათვის შეიქმნა შესაბამისი დეპარტამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროში. ამ მიმართულებით მაქსიმალურად აქტიურად უნდა გაგრძელდეს მუშაობა.
მაგრამ რატომ უპირისპირდება რადიკალური ოპოზიცია ევროპულ მიდგომებსა და სტანდარტებს? საქმე ის არის, რომ გამოხატვის თავისუფლება მათ აზრის გამოსახატავად კი არ სჭირდებათ, არამედ მხოლოდ მოწინააღმდეგის, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების განადგურების ინსტრუმენტად. როგორც კი სოციალურ ქსელში განსხვავებული მოსაზრება ჩნდება, რადიკალური ჯგუფებისგან საპასუხოდ არგუმენტირებული კამათი კი არ იწყება, არამედ პირადი შეურაცხყოფა, ბულინგი და კვირის პოსტი დაბრუნდა პირდაპირ ეთერში. აკვიატებად ქცეული რეზოლუციები, უცვლელი ავტორები და იდენტური რიტორიკა. სამი კვირის განმავლობაში საქართველოს შესახებ სამმა ევროპულმა სტრუქტურამ დოკუმენტი მიიღო. რეზოლუციის ინიციატორები ტრადიციულად ნაცმოძრაობის ლობისტი ჩინოვნიკები იყვნენ, რომელთაც საქართველოს წინააღმდეგ მოქმედება ლამის საკუთარი პოლიტიკური კარიერის მთავარ მიზნად გაიხადეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ჯო ვილსონის მიერ ინიცირებული რეზოლუცია EUTHOS საპარლამენტო ასამბლეაზე, რომლის დეკლარაციაშიც თავად EUTHOS მიერ პოზიტიურად შეფასებული არჩევნების კრიტიკა ჩაიწერა. შანტაჟის პოლიტიკის აბსურდული გამოვლინებების შესახებ ნახეთ ნუკი ბაღდავაძის სიუჟეტი. სამი კვირა, სამი საერთაშორისო ტრიბუნა და ერთი საკითხი, რომელიც კვლავ დღის წესრიგში დადგა: საქართველოს შანტაჟი. განვიხილავთ სანქციებს საქართველოს, ასევე ზოგიერთი ადამიანის წინააღმდეგ. გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა და გრანტების შესახებ კანონი, რომლებიც საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოების არსებობას, ვერ გაუმჯობესდება და უნდა გაუქმდეს. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ მიზნობრივი სანქციების დასაწესებლად იმ პირების წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია ამ დემოკრატიულ კოლაფსზე. არასოდეს უნდა აურიოთ ერთმანეთში საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხი. რეზოლუციის მიღების შემდეგ დემოკრატიული უკუსლა გაგრძელდა და ინოვაციები განიცადა, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ოპოზიციისა და განსხვავებული ხმების მიმართ რეპრესიები. ასამბლეის არც ერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ იქნა განხორციელებული. ბოლო სამი კვირის განმავლობაში სამი ევროპული ინსტიტუტის მიერ მიღებული სამი დოკუმენტი, ერთი და იგივე გზავნილებით და კონკრეტული ადრესატით: საქართველო, ქართველი ხალხი და ქვეყნის მოქმედი ხელისუფლება, ევროსაბჭო, ევროპარლამენტი და EUTHOS საპარლამენტო ასამბლეა. ერთმანეთის მიყოლებით მიღებული ანტიქართული რეზოლუციები, რომლებიც პოლიტიკური ზეწოლისა და შანტაჟის ინსტრუმენტად იქცა. იცვლება მხოლოდ ტრიბუნა და ორგანიზაციის დასახელება. უცვლელი რჩება მოთხოვნები და რიტორიკა. 2022 წლიდან დაწყებული ეს კამპანია საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუციების მიღება გარე აქტორებისთვის უკვე აკვიატებადაც კი იქცა. მხოლოდ ევროპარლამენტს ასეთი 10-ზე მეტი დოკუმენტი აქვს მიღებული. მართალია უშედეგოდ, თუმცა ფაქტია, პროცესის მიზანია საქართველოს დაზიანება და ქვეყნის პოლიტიკურ ინსტრუმენტად ქცევა. განვიხილეთ დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება. საქართველოს უფრო დამდგუნველ სურათს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე-ფაქტო შეჩერებულია. ქართველმა ხალხმა აჩვენა, რომ მათ სურთ ევროპული მომავალი, თუმცა ეს არ სურს მათ მთავრობას, მათი მთავრობა ერთად უნდა დავაბრუნოთ საქართველოს დემოკრატიისა და სამართლის გზაზე. ადვილად შესამჩნევია და არაერთხელაც დადასტურდა, რომ ანტიქართული დოკუმენტების მომზადება ემთხვევა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების პერიოდს, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ მკაფიოდ განაცხადა, რომ არ შეუერთდებოდა იმ ეკონომიკურ სანქციებს, რომელიც ქართველ ხალხს დააზიანებდა. არ გახსნიდა მეორე ფრონტს საკუთარ ქვეყანაში და არ გაწირავდა საკუთარ მოსახლეობას. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო თავდასხმების სერია, მუქარა და შანტაჟი. მორიგი რეზოლუცია ჰააგაში, EUTHOS საპარლამენტო ასამბლეის 33-ე სხდომაზე მიიღეს. EUTHO, რომლის მიზანიც წესით ევროპასა და მის მიმდებარე რეგიონებში უსაფრთხოების, მშვიდობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა უნდა იყოს, ახლა საქართველოზე თავდასხმის ტრიბუნად იქცა. ჯერ იყო და მოსკოვის მექანიზმი გაააქტიურეს და მის ფარგლებში მომზადებული დოკუმენტი გამოაქვეყნეს, სადაც ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული უსაფუძვლო მოთხოვნები ჩაწერეს. საქართველოს შესახებ მომზადებული მიკერძოებული და არაარგუმენტირებული ანგარიშის ავტორი მიკერძოებული პოლონელი პოლიტიკოსი იყო, რომელმაც დასკვნა სულ რამდენიმე საათში მოამზადა. დეკლარაციის შესწორებული ვერსიის გარკვეული ნაწილები განზრახ ამახინჯებს საქართველოს პოლიტიკურ რეალობას, უხეშად არასწორად წარმოაჩენს და აყალიბებს ფაქტებს, სრულად უგულებელყოფს სახელმწიფო ინსტიტუტებზე განხორციელებულ ძალადობრივ თავდასხმებს და არჩევნებზე სადამკვირვებლო ანგარიშებსა და მოსკოვის მექანიზმის ანგარიშს თვითნებურად განმარტავს, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ამჯერად დოკუმენტის
ავტორი, ამერიკელი კონგრესმენი ჯო ვილსონია, ქართველი ხალხისთვის კარგად ნაცნობი და არაერთხელ ფაქტებით მხილებული ნაცმოძრაობის მიერ დაფინანსებული ლობისტი, რომელიც უკვე წლებია საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძვის. მიუხედავად მისი მცდელობებისა, ქართველი რადიკალების მაშვალ რგოლად იქცეს ვილსონის ძალისხმევას ოპოზიციისთვის სასურველი პოლიტიკური შედეგი არც ერთხელ მოუტანია. ტრადიციული მოთხოვნები არც ამჯერზე შეცვლილა. ოპოზიციის მოკავშირე ჯო ვილსონმა ქართული კანონების, მათ შორის მისივე ქვეყანაში მოქმედი ფარას ქართული ანალოგის გაუქმება, სხვადასხვა დანაშაულებისთვის ბრალდებული და მსჯავრდებული აქტივისტებისა და პოლიტიკოსების გათავისუფლება და არჩევნების შედეგების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება მოითხოვა. დოკუმენტში მხოლოდ მოთხოვნები ჩაწერა, თუმცა მათი მიზეზები ან განმარტება არა, რაც კიდევ ერთხელ ნათელი დადასტურებაა იმის, რომ ესეც და სხვა რეზოლუციებიც მხოლოდ დეზინფორმაციული დოკუმენტებია, რომელთა მიზანიც საქართველოს საერთაშორისო იმიჯის დაზიანება და ქვეყანაში დესტაბილიზაციის გზით ხელისუფლების ცვლილებაა. ტექსტი შეფასებასაც არ იმსახურებს სამწუხაროდ არა მხოლოდ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიმართ, არამედ ზოგადად ეუთოს მიმართ ქართული საზოგადოების ნდობას ასუსტებს. რა თქმა უნდა, ასეთი დოკუმენტები რაც ძალიან სამწუხაროა, ხედავთ რომ ჯო ვილსონის დონემდე დავიდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა. ეს არის ძალიან ტრაგიკული მოვლენა. ჩვენ შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ, რა თქმა უნდა, ამ აქტით. აღნიშნული რეზოლუციის მიღება ეუთოს ღონისძიებაზე განსაკუთრებულად საყურადღებოა, მით უმეტეს არჩევნების შედეგების ეჭქვეშ დაყენების ნაწილში, რადგანაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი აკვირდებოდა, რომელმაც არჩევნების პროცესთან დაკავშირებით საკმაოდ პოზიტიური შეფასება და ანგარიში მოამზადა. ზოგადად და პროცედურულად არჩევნების დღე კარგად იყო ორგანიზებული და მოწესრიგებულად ჩატარდა. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში წარმოდგენილი პოზიციები კი არ შეესაბამება აღნიშნული ანგარიშის შინაარს და თავად ამ ინსტიტუტის მიერ გაკეთებულ დასკვნებსაც ეწინააღმდეგება. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციისთვის ამერიკელი ლობისტის მიერ მომზადებული რეზოლუცია წინასწარ დაწერილი და გათამაშებული სცენარია. სცდება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და რეალობასაა აცდენილი. დეკლარაციაზე ქართული მხარის პასუხი მკაფიო და პრინციპული იყო. მათი შეფასებით, დოკუმენტი არასწორად ასახავს როგორც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ მომზადებულ ანგარიშის შინაარს, ისე მოსკოვის მექანიზმის დასკვნებს, რადგანაც დაუდასტურებელ მოსაზრებებს ფაქტების სახით წარმოაჩენს. პროტესტის ნიშნად დელეგაციამ უარი განაცხადა კენჭისყრის პროცესში მონაწილეობაზე. ამასთან აღნიშნა, რომ განსაკუთრებით სამწუხაროა მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება ჰააგაში, ქალაქში, რომელსაც საერთაშორისო სამართლის დედაქალაქად მოიხსენიებენ. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სანდოობა არ არის აბსტრაქტული ღირებულება, იგი ჩვენი მნიშვნელობისა და რელევანტურობის საფუძველია, როდესაც საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებს ვაყალიბებთ მოკლევადიანი პოლიტიკური სათაურების და არა გადამოწმებული ფაქტების საფუძველზე, ჩვენ მხოლოდ რეალობას კი არ ვამახინჯებთ, ჩვენ ვაზიანებთ იმ ინსტიტუტს, რომელსაც თავად ვემსახურებით. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს არ დაუსკვნია, რომ არჩევნები გაყალბებული იყო, თუმცა ეს ასამბლეა ახლა ეუთო ოდირის ანგარიშის შინაარსის დამახინჯებას აპირებს. მოსკოვის მექანიზმის ანგარიშს არ გაუკეთებია რაიმე დასკვნა, გარდა იმისა, რომ მიუთითა არსებულ ბრალდებებზე, თუმცა ეს ასამბლეა ამ ბრალდებებს დადასტურებულ ფაქტებად წარმოგვიდგენს. თავად ანგარიშის ავტორმა აღნიშნა, რომ გამოყენებული წყაროების ნაწილი დამოუკიდებლად გადამოწმებული არ ყოფილა. ასეთი პოლიტიკურად მოტივირებული დეკლარაცია ქმნის ნიადაგს რეალობის არასწორი აღქმისთვის და ხელს უწყობს საქართველოს შესახებ მცდარი წარმოდგენების ჩამოყალიბებას. დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ინსტიტუტი იქცა პლატფორმად, სადაც დაუდასტურებელი ბრალდებები ოფიციალურ დოკუმენტებში ხდება, რაც ასუსტებს მას და აზიანებს ორგანიზაციის რეპუტაციას. მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც ასამბლეას 239 დამსწრე ჰყავდა, ხოლო რეზოლუციის სასარგებლოდ ხმა მხოლოდ 38-მა მისცა. 323 პარლამენტარი ეუთოს 57 წევრის სახელმწიფოდან, 229 დამსწრე ჰააგის 33 სესიაზე, 38 ხმით გატანილი ჯო ვილსონის ცრუ და მიკერძოებული რეზოლუცია საქართველოს შესახებ, წინასწარ დაწერილი და გათამაშებული სცენარი და სხდომის მერე, ჩვენ დელეგაციასთან აქტიური კომუნიკაცია და სინანული. იფიქრებდი ადამიანი თითქოს ჩვენ ვაიძულეთ დაედგათ და გაეთამაშებინათ ეს
სცენარი. ესაა საერთაშორისო ორგანიზაციების დასუსტების მზარდი ტენდენციის სამწუხარო შედეგი. გარკვეული პოლიტიკური ძალებისა და მათი მხარდამჭერებისათვის საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებები მხოლოდ მაშინ არის მისაღები, როდესაც მათთვის სასურველ პოლიტიკურ დღის წესრიგს ერგება. საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან 2 წლის შემდეგაც კი ცდილობენ საერთაშორისო დამკვირვებლების პოზიტიური დასკვნები თუ ქართველი ამომრჩევლის არჩევანი ეჭქვეშ დააყენონ და უგულებელყონ ფაქტები. მეორეს მხრივ კი იგივე აქტორები დუმილს ამჯობინებენ მაშინ, როდესაც ეუთო ოდირის ანგარიშებში უმძიმესი შეფასებები იკითხება სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით. სომხეთსა და მოლდოვაში ჩატარებულ არჩევნებზე დაფიქსირებული პრობლემები, ზეწოლის ფაქტები, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ბრალდებები, საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული სერიოზული კითხვები, რატომღაც იმავე პოლიტიკური ძალების ყურადღების მიღმა რჩება. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საქართველოს მიმართ გამოვლენილი დამოკიდებულება წინასწარ განზრახული უსამართლობაა და ადასტურებს იმასაც, რომ საერთაშორისო თანამშრომლობისა და უსაფრთხოების არსებული სისტემა ფუნდამენტურ გადახედვასა და განახლებას საჭიროებს. თავი საქმეში სწორედ ეს არის, ის რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი მოირღვა, ეს არა იმდენად იმით დასტურდება, რომ ახალი ომები იწყება, არამედ იმით, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები იქცნენ ინსტრუმენტად პოლიტიკური ომებისა და ამას ვაკვირდებით ჩვენ მათ შორის საქართველოს მაგალითზე, სხვადასხვა ამგვარ პლატფორმაზე, როდესაც ხდება ბოროტად გამოყენება ამგვარი ორგანიზაციების საკუთარი პოლიტიკური შურისძიებისთვის. საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით კი მსგავსი დეзинფორმაციული დოკუმენტის საინტერესო არ არის და ვერანაირი პოლიტიკური შედეგი ვერ ექნება. მიხეილ ყაველაშვილისთვის ეს მორიგი დემონსტრირება იმ დღის წესრიგისა, რომლითაც კონკრეტული აქტორები საქართველოზე ზეწოლას ცდილობენ. ის რაც პირდაპირ ხელის გულზე ჩანს, ქმედებები ერთი კონგრესმენის, რომელიც დაინტერესებული მხარეა და მის უკან კიდე რა დგას, ესეც მარტივად, ასე ვთქვათ, დასანახია ნებისმიერი მოქალაქისგან, ამიტომ რაც შეიძლება ნაკლები ყურადღება უნდა დაუთმოთ ამდაგვარი პერსონების შეფასებებს და პირიქით ვიყოთ მოტივირებული და დაინტერესებულის და ბჭყალებში ვიტყვი ჩასაფრებული მთავრობის ქმედებებთან, მთავრობის ინიციატივებთან, მთავრობის გადაწყვეტილებებთან. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ტრიბუნა ქართულმა დელეგაციამ გამოიყენა ყველა იმ საკითხზე სასაუბროდ, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. მიღებულ რეზოლუციებში კი ახალი არაფერია. ეს არის 2022 წელს დაწყებული კამპანიის გაგრძელება, რომელიც საქართველოზე და მისი ხელისუფლების სუვერენულ პოლიტიკაზე ზეწოლას ისახავს მიზნად. სააკაშვილის ყოფილი და მოქმედი ფავორიტი ქალების მიერ ერთმანეთის საჯარო მხილება სხვა არაფერია თუ არა ნაცმოძრაობაში მიმდინარე შიდა პარტიული დიდი განხეთქილების ანარეკლი. სააკაშვილის მიერ ეგრეთ წოდებულ რეფორმატორთა საბჭოს მდივნად დანიშნული ნანუკა ჟორჟოლიანი ღიად უპირისპირდება ნაცმოძრაობის ძველ სახეებს და მათ უკვე ვეტერანებად მოიხსენიებს. ხოლო ვეტერანებად მოხსენიებულნი პარტიაში ნანუკას მიმართ ნდობის არარსებობაზე ალაპარაკდნენ. პარტიის ვადაგასული თავმჯდომარე კი სააკაშვილს სვეცკების ბულინგში და ვარდების რევოლუციის იდეალებიდან გადახვევაში ადანაშაულებს. კომედიურ სერიალად ქცეული შიდა პარტიული განხეთქილება ნათია ბერიძის სიუჟეტში. ნაციონალურ მოძრაობაში დაპირისპირება ახალ ეტაპზე გადავიდა. საჯაროდ პროცესის ცენტრში ორი ქალი მოქმედი თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და მიშას ახალი ფავორიტი ნანუკა ჟორჟოლიანი აღმოჩნდნენ. თუმცა რეალურად ეს შიდა პარტიული დაპირისპირება და ქალების ჯგუფს ბევრად სცდება. როგორც ჩანს, სააკაშვილმა ციხიდან იგრძნო, რომ პარტიაში მისი გავლენა შესუსტდა და ძალაუფლების დაბრუნებას ცდილობს. სწორედ ამიტომ ნანუკა ჟორჟოლიანის გამოყენებით ცდილობს კვლავ დაიბრუნოს კონტროლი როგორც პარტიაზე, ისე მის შიდა პროცესებზე. რაც შეეხება ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ცვლილებებს, ისინი იქნებიან ძირეული და არა კოსმეტიკური. პარტია არა მხოლოდ გასაცოცხლებელია, არამედ იმაზე უკეთეს ფორმაშია მოსაყვანი, ვიდრე იყო 2003 წელს. ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი. მას აქვს გამოცდილება, ენერგია, ხედვა, რომ ამ გამოწვევას გაუმკლავდეს. ამიტომაც ბრძოლის ველი გაიშალა და რინგზე ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ ჟორჟოლიანი და
და ბოკუჩავა. ბოკუჩავა აშკარად ნაწყენია სააკაშვილზე. მის ბოლო განცხადებებს წყენაც ეტყობა და ბრაზიც. მისი თქმით, ნანუკას ფავორიტობის ამბავი მიშამ გზაში დააწია. სამწუხაროდ იმ ბრიფინგზე მიმავალმა გზად შევიტყვე ამ პოსტის შესახებ. სააკაშვილის დიახ, ამიტომ მქონდა ის რეაქცია, რაც მქონდა. საერთოდ როგორც ჩანს, არაფრის საქმის კურსში არ არის. ნაციონალურ მოძრაობაში თავმჯდომარის ინსტიტუტის ბედიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგასო ამბობს. ახლა საუბარია იმაზე, რომ თავმჯდომარის პოსტის გაუქმება მოხდეს ფორმალურად. ნანუკა ჟორჟოლიანი კი ბოკუჩავას ამხელს და ამბობს, რომ მან ყველაფერი იცოდა, როგორც პროცესების, ისე დაგეგმილი ცვლილებების შესახებ. მისი თქმით, გაუგებარია, რატომ ცდილობს ბოკუჩავა ისეთი სურათის შექმნას, თითქოს მის ზურგს უკან რაღაც ხდებოდა. სიმართლე გითხრათ, ცოტათი გაპურებულიც კი ვარ, რომ რაღაცა ეს ისეთი მნიშვნელოვანი დეტალებია, რომ ყველამ ვიცით ამის შესახებ პარტიაში. თინა ბოკუჩავა მარიცოდა. ხო და მე ძალიან გამიკვირდა გულწრფელად გეტყვით, იმიტომ რომ პარტიის შიგნით მიმდინარეობს კონსულტაციები, მე მაქვს ყოველდღე შევხვედრები პარტიის წევრებთან, როგორც გუნდის ძველ წევრებთან, ისე რეგიონის წარმომადგენლებთან და შესაბამისად ეს ყველამ იცის პარტიაში. გამოდის, რომ ერთ-ერთი მათგანი იტყუება. ბოკუჩავა როგორც ჩანს პარტიაში თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს. სწორედ ამიტომ ის ვერ ენდობა ყველას და მიხეილ სააკაშვილთანაც კომუნიკაციას. მხოლოდ ერთი ადვოკატის მეშვეობით კვირაში ორჯერ ახერხებს. ადვოკატი, რომელსაც აქვს ჩემი ნდობა, რომ შეიტანოს ის, რასაც ნამდვილად მე დავწერ და იქიდან გამოიტანოს ის, რასაც ნამდვილად პრეზიდენტი სააკაშვილი დაწერს, ციხეში მასთან შედის კვირაში ორჯერ. ამიტომ მე ყოველდღიურად ორი დღის გადაწყვეტილება ხომ არ იქნებოდა ამ ხელა რეფორმებსა. ამიტომ ყოველდღიურად მასთან კომუნიკაციის შესაძლებლობა არ მაქვს. ნანუკა ჟორჟოლიანი კი პირიქით, გაცილებით მეტი სიმპათიითა და ნდობით სარგებლობს. თავადაც ყველას ენდობა და შედეგად ის სააკაშვილთან ყოველდღიურ კომუნიკაციაშია. სააკაშვილთან როგორ კონტაქტობთ ადვოკატის მეშვეობით? ყველას მეშვეობით ვინ შედის? მე არ მყავს ერთი ადამიანი არჩეული და ამიტომ იქ ბევრი შედიან, ყოველდღე შედიან და შესაბამისად ყოველდღიური კონტაქტი. ბოკუჩავა იმდენად ნაწყენია სააკაშვილზე, რომ მადლობას უკვე არა მას, არამედ პარტიის წევრებს უხდის. დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს ამომრჩეველს, ჩვენს წევრებს, იმ დელეგატებს, რომლებმაც ეს უმნიშვნელოვანესი პასუხისმგებლობა დამაკისრეს. რამდენიმე დღის წინ სააკაშვილმა სვეცკობისა და გოიმობის მხარდაჭერაზე დაწერა. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ სვეცკებად ისინი მოიაზრებიან, ვინც მის მხარეს არ დგას, ხოლო გოიმებად ნანუკა ჟორჟოლიანი და მისი მხარდამჭერები. მე გავიზარდე 4 თაობიან და ძალიან მშრომელ ოჯახში და ბავშვობიდან ვერ ვიტანდი თბილისის სვეცკის შემადგენლობას. როგორც ჩანს, არჩევანი სწორედ ამ უკანასკნელზე გააკეთა, რამაც თინა ბოკუჩავა კიდევ უფრო გაანაწყენა. უპასუხა, რომ ადამიანების ასეთ დაყოფას არ ეთანხმება და სვეცკების ბულინგი მიუღებელია. ძალიან არ მომწონს ეს ტერმინები, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ რა ვიცი, ხა მაგალითად მეც ვაკეში დავიბადე და გავიზარდე, მამა ჩემიც ვაკეში გაიზარდა მოსაშვილის ქუჩაზე, ჩვენი საერთო მეგობარი სხვათა შორის, რომელსაც ვესაუბრებოდით ამ სტუდიაში შემოსვლამდე, რომელიც ასევე ვაკეში ცხოვრობს და რომელსაც მამა ყავდა აკადემიკოსი, მაგრამ ის ახლა სვეცკია და უნდა ჩამოვწეროთ, ხო, ეს ძალიან არასწორი სტიგმატიზირება ადამიანების, ძალიან ცრუ დილემები შემოტანა, ყალბი კლიშეები შემოტანა პოლიტიკაში. სააკაშვილს ძველი კლიშეების დავიწყებას და ვარდების რევოლუციის პათოსიდან გადახვევას საყვედურობს. თუ პარტიის განახლებას სურს მიშას, ეს უნდა მოხდეს შიდა დემოკრატიის გზით და არა მხოლოდ ერთი ადამიანის გადაწყვეტილებითო. ჩვენ თუ რამეს უნდა დავუბრუნდეთ, ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ვარდების რევოლუციის იდეალებს და ეს იდეალები დღევანდელ დღეში უნდა ვთარგმნოთ. ხაბეიშვილის ჩანაცვლებაც მისი თქმით სააკაშვილის მოთხოვნა იყო. თუმცა ჟორჟოლიანი მიანიშნებს, რომ პარტიულ დემოკრატიაზე ბოკუჩავას წუწუნი არაგულწრფელია. მისი თქმით, ბოკუჩავა ერთადერთია, ვინც არავის აურჩევია და სანამ სხვებს რამეს დაუწუნებს გაიხსენოს, რომ პარტიაში სწორედ სააკაშვილმა მოიყვანა და დასვა ამ თანამდებობაზე. თქვენ იცით რომ ორი ფორმატის არჩევნებია, ერთის მხრივ, როდესაც მხოლოდ შიდა პარტიული წევრები იღებენ მონაწილეობას, ანუ პოლიცსაბჭოს წევრები და მეორეს მხრივ, როდესაც ამომრჩეველს ეძლევა შესაძლებლობა, ასე აირჩიეს თავის დროზე იყო ლევან ვარშალომიძესა და ნიკა მელიაშორის, ასე იყო ხაბესა და ნიკა მელიაშორის, ეს წესი დაიღება ერთადერთხელ, როდესაც თინა გახდა თავმჯდომარე და ხაბე იკავებდა ამ პოზიციაში. თავად კი ამბობს, ეგრამაკლია ვინმეს დასმული ვიყო. არჩევნებს მოვითხოვ 6 თვის შემდეგ და პარტიის თავმჯდომარედ სწორედ ამ გზით მოვალო.
მე ვფიქრობ, რომ სწორედ იმიტომ, რომ არ ყოფილიყო სპეკულაცია, მიიღეს თუ არა ნანუკა, იყო თუ არა წინააღმდეგობა, ან მიშას კანდიდატურა ხომ არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ ნანუკა გამختارიყო, ანუ მირთმეული ყოფილიყო ეს პოზიცია მისთვის და ეს პოსტი მისთვის, მე ვფიქრობ, რომ ძალიან სწორი და სამართლიანი იქნება, რომ ნებისმიერი თავმჯდომარე, ვინც არ უნდა იყოს ის კანდიდატი, ვინც იქნება, თავმჯდომარის არჩევაში მონაწილეობა უნდა მიიღოს ამ მრჩეველმაც. რეფორმატორთა საბჭოს შექმნაზე დასმულმა კითხვებმა ნანუკა ჟორჟოლიანი აშკარად დააბნია. კითხვამ თუ რატომ არ ირჩევენ საბჭოს ხელმძღვანელობას არჩევნების გზით გააბრაზა და უპასუხა, რომ ეს საბჭოს სააკაშვილმა შექმნა. თავმჯდომარეც თავად არის და ამ საკითხზე სხვების აზრი არ აინტერესებს. რეფორმატორთა საბჭოს თავმჯდომარე და ხელმძღვანელი არის მიხეილ სააკაშვილი. იქნებოდა მლიქნელობა, რომ ნებისმიერი ტიპის ვისთვის უნდა გვეკითხა. ეს რეფორმატორთა საბჭო არ არის პარტიული ორგანო. ეს არ არის პარტიული სტრუქტურა, ანუ არჩევნები სად უნდა ჩაგვეტარებინა. არჩევნებში მონაწილეობა ვის უნდა მიიღო? ანუ მიხეილ სააკაშვილი ამ პოზიციაზე ვის უნდა აერჩია? ნანუკამ, რომელიც ამტკიცებს, რომ ჯერ პარტიაში არც კი მისულა, ტექნიკურად უკვე ჩამოწერა პარტიის ძველი წევრები და მათ ვეტერანები უწოდა. გამოდის, რომ ნაციონალური მოძრაობის ძველი წევრების დიდი ნაწილი უკვე წარსულის წარმომადგენლებად მოიაზრა და შესაძლოა, მათი ჩანაცვლების პროცესიც სწორედ აქედან იწყება. შეიქმნა დროებითი საბჭო, იმიტომ რომ ერთი გადაწყვეტილების მიმღები არ იყოს ამ 6 თვის ვადაში და მასში მონაწილეობა შეძლონ როგორც ვეტერანებმა, როგორც მე მათ ვუწოდებ, ოღონდ მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი სტატუსია, მათი გამოცდილების და დამსახურებებია გათვალისწინებული, ისე ახალგაზრდებმა. მაინც და მაინც დადებითი პოზიტიური რეაქციები არ არის ამ ყველასგან არა. ვეტერანების მხრიდან. ნაცმოძრაობის სტაჟიან წევრებზე ჟორჟოლიანის დამოკიდებულება ბარამიძეზე ირონიულ კომენტარშიც კარგად ჩანს. განსაკუთრებით მაშინ, როცა ცდილობს ბარამიძის და მისი განცხადების საპირწონედ ბადრი ბასიშვილის პოსტი მოიყვანოს მაგალითად. მაგალითად გიორგი ბარამიძემ, რომელიც პარტიის პოლიტიკური მდივანია თუ ვცდები, საჯაროდ მოგმართათ, რომ ნანუკა ძვირფასო ენემი ჩემოდანი არ არის, რომ ვინმე გინდა ახალგაზრდა იყოს, გინდა უფროსი თაობის გადაიბაროს, ახალგაზრდობა პროფესია არ არისო და იგივე თქვა მან გუშინ. გუშინად ზუსტად იგივე. ეს არის ერთი გია ბარამიძე. ანუ ეს არის ერთი გიორგი ბარამიძე, ოღონდ ეს არ არის მხოლოდ გიორგი ბარამიძე. რატომ სხვა არსებობს სხვა განცხადება ასეთი? არ ვიცი, არ არსებობს? არა, ეს არის ერთი გიორგი ბარამიძე. მე ხა წავიკითხავ ამონ არის ბადრი ბასიშვილის პოსტიდან, რომელიც ხა ბადრი არის ზუსტად ისეთივე დამსახურებული ნაციონალი, არანაკლებ და არ ვიცი, ძალიან საკმაოდ ისეთი რთული რეგიონი აბარია მას და ძალიან ბევრი გაუკეთებია ამ პარტიისთვის. ჟორჟოლიანი აღიარებს, რომ მიხეილ სააკაშვილი უკვე ღიად არის ჩართული პარტიის მართვაში და აქამდე არაფორმალური გავლენები ჰქონდა. ვერავინ ამ სამყაროში, ვერც ერთი სახელი და გვარი რა გავლენა და ავტორიტეტიც არ უნდა ქონდეს პარტიაში. ვერ ჩაატარებს რევოლუციურ ცვლილებებს პარტიაში მიშა სააკაშვილის გარდა. მიშა სააკაშვილი რომ შემოსულიყო ამ ფორმატში, ფორმალურად ის პარტიაში ვერ შემოვა. ხო, იმიტომ რომ ამის უფლება არ აქვს, ამისთვის მნიშვნელოვანი იყო ეფექტური პლატფორმის შექმნა, რომ რეფორმები პარტიაში ჩაატაროს მიხეილ სააკაშვილმა. და არა ის, რომ მე მუდმივად იყოს საუბარი იმაზე, რომ მიშამ თქვა, მიშამ გააკეთა, ღიად შემოვიდა ამ ამბავში. ახლა ეს გავლენები უკვე საჯარო პროცესის ნაწილია. თინა ბოკუჩავას ის მძიმე პოლიტიკური მემკვიდრეობის დატოვებაში ადანაშაულებს. ასეთი რთული მემკვიდრეობა პარტიას არ ქონია არასდროს და არც ერთ თავმჯდომარეს ყოფილს, როგორიც არის ახლა. არ მოსწონს მისი მონაწილეობა არსებულ ალიანსებში და აცხადებს, რომ ახალი გაერთიანების შექმნა საჭირო. ალიანსი ჩემთვის არ არის ოთხიანი და ალიანსი ჩემთვის სხვა პრობლემაა, რაზეც ახლა არ შევალ. ჩემთვის ეს სხვა ადამიანის ალიანსია, დესტრუქციული ალიანსია, ახალი კოალიცია. ახალი კოალიცია. აბა ისი ალიანსი არის ნაციონალური. არ არის კოალიცია, ლელო იქ არ არის, გახარია იქ არ არის. შენ ფიქრობ ყველა. მე ვაბოლო ნამდვილ კოალიციას ამ სიტყვის ნამდვილი გაგებით. სამოქმედო გეგმაზე საუბარი თავად მოითხოვა, თუმცა შემდეგ შეეშინდა ვინმემ იდეები არ მომპაროსო. არადა მისი გეგმა დიდად არ განსხვავდება იმ გეგმებისგან, რასაც ოპოზიციურ პარტიებს აქამდე არაერთხელ დაუსახავთ, თუმცა წარუმატებლად. დღეს დილით სამოქმედო გეგმა ჩავაგდე ახალგაზრდულ ჯგუფში. ეხა მოყევი რა წერია? აი ნახე. რას აპირებ? ანუ ეხლა ნახე რას ვონები ახალგაზრდებს. მე იდეები არ მომპარონ. მე? არა კაცო. ჩემო ოპონენტებმა მაინც მნიშვნელოვანია რომ თქვა, რომ რეგიონებში გავალთ,
ოღონდ ნახეთ რა მნიშვნელოვანია გავაკეთებ ჩემულას. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის რომ არა ვერ წავიკითხავ რა. მოკლედ ნაცმოძრაობაში დიდი აურზაურია. სააკაშვილის მოქმედი და ყოფილი ფავორიტი ქალების ჩხუბი სინამდვილეში დიდი პარტიული განხეთქილების ანარეკლია, რაც ისედაც მომაკვდავი პოლიტიკური ორგანიზმისთვის ლეტალურადაც შეიძლება დასრულდეს. თელავში სტიქიის ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ადგილზე ათობით მძიმე ტექნიკაა მობილიზებული. რისი მეშვეობითაც ჩახერგილი გზები იწმინდება. მძიმე ტექნიკის დახმარებით დროებით ნაპირდამცავი კალაპოტია მოწყობილი. სტიქიის ზონაში იმყოფებიან მინისტრთა კაბინეტის წევრები. ვითარებას ადგილზე ინფრასტრუქტურის, რეგიონული განვითარებისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გაეცნენ. როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა, საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა სტიქიის შედეგები უმოკლეს ვადაში აღმოიფხვრას და პარალელურად დაიგეგმოს ისეთი პრევენციული სამუშაოები, რომლებიც მომავალში მსგავსი რისკების შემცირებას ხელს შეუწყობს. აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები, გაწმენდითი, ასევე საპრევენციო. დაახლოებით 100-მდე ერთეული არის მობილიზებული საგზაო დეპარტამენტის მიერ. ვიყავით მათ შორის სათავეში. სათავესთან იქაც გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ოპერატიული შტაბის ხდომა შედგა, სადაც გავიარეთ ყველა საკითხი, რომელიც ეხლა უახლოეს დღეებში არის გადასაწყვეტი და ამასთანავე დავგეგმეთ სამომავლოდ გასატარებელი სამუშაოები. საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ერთის მხრივ ეს შედეგები რაც გვაქვს სტიქიის, რაც შეიძლება მალე აღმოიფხვრას და მეორეს მხრივ დაიგეგმოს გრძელვადიან პერსპექტივაში რა უნდა გაკეთდეს და რა სამუშაოები ჩატარდეს. პირველი აუცილებელი ყველა სამუშაო შესრულდება. უნდა აღინიშნოს, რომ ვიყავით ასულები სამივე დამბა დრონებითაც იქნა დათვალიერებული. დამბებმა თავისი როლი შეასრულეს და დაჭერილი აქვს მათ უამრავი თიდან წამოსული ნაშალი მასალა. ეს არის ქვაღორღიც და ხეთხეც და ამან კიდევ უფრო შეამსუბუქა ამ მხრივ მდგომარეობა. ზოგადად ეხლა რაც თავარი არის, შედგება ამ სტიქიის ლიკვიდაციის და თელავის ამ მთელი მონაკვეთის მათ შორის ხეობის, სათავე ნაგებობის, საიდანაც ეს ვარცოფული მდინარე მოედინება, რეაბილიტაციის გეგმა. პრობლემატურ ლოკაციებზე მიმდინარეობს სამუშაოები, მობილიზებულია ტექნიკა, სრული შემადგენლობით, მძიმე ტექნიკა მათ შორის, რა თქმა უნდა და რაც თავარია სტიქიის შედეგად მოსახლეობა კორპუსებში, სადაც ძირითადად მოსახლეობა არის განთავსებული, მათ ეზოებში შექმნილ პრობლემებთან მიმართებაში მიდის აქცენტი ეხლა გამოსასწორებელი სამუშაოების და ინფრასტრუქტურულად სავარაუდოდ დღის ბოლომდე მოსახლეობის კორპუსებთან შექმნილი პრობლემები სრულად აღმოფხვრილი იქნება. განარჩენი სამუშაოები შესაბამისად ეტაპობრივად მიმდინარეობს და დღის ბოლომდე ალბათ უკვე შედეგი გვექნება. ეს იყო კვირის პოსტი. დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან. ერთმანეთს ზუსტად ერთ კვირაში შევხვდებით. დროებით.